ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილებს გურჯანელი რესპონდენტები დადებითად აფასებენ. მათთვის მისასალმებელი არის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები, რაც მსოფლიოში მრავალწლიანი კონფლიქტების დასრულებას გულისხმობს. თეთრი სახლის ლიდერმა რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი გზავნილიც გააჟღერა. კერძოდ შეიწყალებს პენტაგონის ცნობილი მოვლენების დროს დაკავებულ პირებს, ხოლო იმ სამხედრო მოსამსახურებს, რომლებმაც პანდემიის დროს უარი თქვეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, კვლავ შეეძლებათ სამსახურში მუშაობის გაგრძელება. გურჯანელები ასევე იმედიანად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბოლო დროს გაუარესებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიხედება და ორ ქვეყანას შორის კვლავ კეთილმეგობრული დამოკიდებულება აღდგება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და აქამდე რომ მოვედით დიდი პატივი აქვს ნაცემი ჩვენზე. და ჩვენ რა თქმა უნდა მაგას არ დავივიწყებ და არ დავკარგავ. გვინდა რომ ისე ვიყოთ ურთიერთობაში ძალიან კარგად. ხო და რაც შეეხება ამ დანარჩენ სიტუაციებს კიდე გადატვირთვაზე ლაპარაკი. ყველაფერი უნდა ეცადოს ჩვენო მთავრობამ რომ ეს მოხდეს და გადატვირთვა თუ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს აუცილებლად. იქ სულ სხვანაირი საჩივრებია დაწერილი ზოგიერთი მოღალატეებისგან და ჩვენ სულ სხვანაირად ვფიქრობთ. ოჯახის სიწმინდე რაზე ჩამოაყალიბა და დიდი გამოსვლებიც იყო პატრიარქმა. აქ საკითხებთან დაკავშირებით და საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, წვრთნები ერთად მიდიოდა, მე მგონია გაგრძელდება კიდევაც და რავია, საკმარისია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ისევ გამართულად ვიყოთ, როგორც ვიყავით იმაზე უკეთესად. ძალიან გამიხარდა, რომ ამერიკაში ტრამპი აირჩიეს, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში უკვე შეეტყობა იმის პრეზიდენტობა და საქართველოსაც. მშვიდობა და სოლიდარობა უნდა ყველგან. და ქვეყნის კიდე აღორძინება თავის ქვეყნის. ამერიკა არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და ხელეწიფება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს დარჩენილ მსოფლიოზე. დღის მოცემულობით ასია. ჩვენ კი რა თქმა უნდა ჩვენი კურსი უნდა გქონდეს და არც ერთ სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ ბრმად, მაგრამ ამერიკა ის ქვეყანა, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა გავლენას მოახდენს ჩვენ ქვეყანაზეც და მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებზეც. ეხლა დემოკრატების მმართველობის პერიოდი მე პირადად ძალიან არ მომწონდა, იმიტომ რომ ამერიკამ ხელი შეუწყო ცხელი წერტილების გაღვივებას, ომების გამწვავებას მთელ მსოფლიოში და ფაქტია თვითონ ტრამპის დაპირებაც რომ მე დავამთავრებ ომებს, ნიშნავს რომ ეს მათ შეეძლოთ, როგორც ხელშეწყობა შეეძლოთ, ასევე ამის აღკვეთა შეუძლიათ და უკვე გამოჩნდა აგერ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ცეცხლის შეწყდა ამერიკის დიდი ზეგავლენით და იმედი მაქვს რომ უკრაინა-რუსეთის ომიც დასრულდება უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ თუ კი ამერიკა შეწყვეტს უკრაინის დაფინანსებას, ესოდენ დიდი ოდენობით შეიარაღებით დაფინანსებას, რა თქმა უნდა, უკრაინა იძულებული გახდება, რომ შეცვალოს თავისი პოლიტიკა და რაღაცებს გადახედოს და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდეს რუსეთთან. ამდენად თუ კი ასეთი პოლიტიკა წარიმართება და ომები შეწყდება მსოფლიოში და შედარებით დალაგებული სიტუაცია იქნება, რა თქმა უნდა, მშვიდობას მივესალმებით და საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია მოქცეული და ისეთი მდებარეობა აქვს, რომ არც ჩვენთან არ გვაწყობს არანაირი ცხელი წერტილები და მშვიდობას, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ ყველგან. რაც შეეხება თვითონ რესპუბლიკელების მიდგომებს, მე ზოგადად ვემხრობი ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად ეროვნული ძალების გამარჯვებას და ამიტომ მივესალმე რესპუბლიკელების გამარჯვებაც, ამიტომ გამიხარდა ამერიკაში. ღმერთმა ქნას, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს თავისი იდენტობა და აფასებდეს თავის ტრადიციებს, თორე დემოკრატებს როგორც უნდათ ახლა ისეთი ტემპით რო წავიდეს გლობალიზაცია და ყველა ერთმანეთს დავემსგავსოთ, დანომრავენ მაშინ მთელ კაცობრიობას და ეს დასასრული იქნება ჩემი აზრით. კაცობრიობის ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი იდენტობა და თავის ტრადიციებზე მყარად დაშენებული სახელმწიფო.
ზუსტად ამით ვიქნებით ძლიერი და ამით არის სამყარო მრავალფეროვანი და ეს მრავალფეროვნება ამით არის დასაფასებელი, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი ტრადიციები და ამაშიც მხარს უჭერ ტრამპის პოლიტიკას. მივასალმებით ამ საკითხს, რომ პირველ რიგში ტრამპი არის უკვე მეორედ არჩეული პრეზიდენტი. გავიხსენოთ წინა პერიოდი, როცა საქართველოს ყოველთვის კეთილი თვალით უყურებდა და კარგ განწყობაზე იყო საქართველოს მიმართ და ბევრიც გააკეთა იმ დროისათვის. დარწმუნებული ვარ, ახლა მეტი გამოცდილება მიიღო, მეც გააკეთებს, მეტი შეუძლია თუ გინდაც ეკონომიურად, თუ გინდაც სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ საქართველოს უყვარს მას და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მან ამ სიტყვებში, რომელიც დადგა უკვე პრეზიდენტი, ერთი სუტკა არის, რაც პრეზიდენტია, იმდენი სასიკეთო რამ თქვა, რომ ეს აუცილებლად წაადგება არა მარტო საქართველოს, მთელ სოფლიოს. თუ გინდაც ის ფაქტი, რომ მან უნდა იყოს ორი სქესი დედრობით და მამრობით. ეს ძალიან მაგარი საქმე არის. ეს კაცობრიობას წაადგება, ქვეყანას წაადგება და სოფლიოს წაადგება. ასევე ძალიან კეთილ განწყობილი არის საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვარ დაგვეხმარება ეკონომიურად და სხვადასხვა საქმეებში. დარწმუნებული ვარ, რომ ომის ამბავსაც მოაგვარებს იქ გაზის სექტორშიც, ასევე უკრაინაში, სადაც მძინვარებს მესამე წელია